მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. აი, ორივე ჩუმად ვართ, ხო? ასე რომ ვთქვათ, ორივე ჩუმად ხართ და გადმოდგავს თუ არა თქვენი პარტნიორი, ანუ ის პირველი ნაბიჯს. ყველას მოგესალმებით გამომწერებო. გამოიწერეთ არხი, ჩემი რიტუალები და ჩემი გაშლები მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის არის და დავიწყოთ. მამაკაცი, ჩაიფიქრეთ. კი, ნამდვილად ორივე ჩუმად ხართ. ამოდის მეფე-თასები, ზედაპირული მოსიყვარული კარგი ადამიანი, თბილი, მაგრამ ჯერჯერობით მეტი რო არაფერი. ასევე ხუთიან ხმლებთან ერთად დაგვიჯდა, რაინდი თასების დაგვიჯდა გენაცვალე, ახალგაზრდა ენერგეტიკაც და დიდი კაციც ამოვიდა წლოვანებით, უფრო 40 წელს ზემოთ, 40 წლიდან. იცით რა არის, რომ გადმოდგათ ნაბიჯი, თქვენ ან პიროვნება გიშლით ხელს, შეიძლება გოგო, ქალი, შეიძლება თვითონ მამაკაცი ვერ ბედავს ნაბიჯის გადმოდგმას და რა უშლის აბა ეხა ხელს ვნახოთ აბა ჩუმად რატომ არის. იცით რა არის, ერთ ვარიანტს ვიტყვი, რომ თავისი ხასიათი უშლის, თავისი სიჯიუტე ხელს, მეტი ბევრი არაფერი, თორე არაფერი არ უშლის, რომ დაახლოვდეთ, ან თანამშრომლები ხართ ზოგ ვარიანტში, სამსახურს გულისხმობ, კარიერას, ბიზნესს გულისხმობ და ეს უშლის ხელს, რომ ესე იგი ჩაფიქრებული ნაბიჯი, ჩაფიქრებული ადამიანი, ვინც ხართ მისთვის, ხო, რომ გადმოდგას ნაბიჯი, ანუ ფიქრობს, რომ შეცდომაში არ შევიდეს და ეს გაბედული ნაბიჯი უცებ არ მოიჭრას, მიხვდით? შეცდომაში რო არ შევიდეს. აბა კიდე ვნახოთ. რატო ხარ ჩუმად? გაბედულობა აკლია, იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენ ხართ მისთვის ძლიერი კანდიდატურა, ასე ვთქვათ, გოგოებო, ქალბატონებო, თქვენ კვერთხების დედოფლად ჯდებით, მიხვდით და შეიძლება თვითონ სადაც მუშაობს, ან თვითონ მოწინავე პიროვნებაა, არ გამოვრიცხავ, ორივე მოწინავე პიროვნება ხართ, ორივე ლიდერი ხართ, შეიძლება ქალბატონები არ მუშაობთ ან ისეთ სამსახურებში, მაგრამ მოწინავეთ ხართ, დაბადებულები აქ ბევრი, ეხა ესე მიჩვენებს ტარო და რა არის, იცით, თვითონაც შეიძლება 2+, ვერ მოძოვს ერთმანეთთან, მიხვდით? აი ესაც უშლის ხელს სხვათა შორის და ძლიერი, ლამაზი, ჭკვიანი ხართ მისთვის და ცოტა არ იყოს ეს აფრთხობს. აბა კიდე კი და ეს ფიქრობს, რომ სიჩუმე ჯობია და დამთავრდება, იცით რა არის, აი ეს თავისი სიჩუმიდან გადმოდგავს ნაბიჯს, ესე იგი გაბედავს, კარები რაღაცა წარსულიდან, რასაც არ ამხელს ის გამოიხურება, გარდასახვა მოხდება თქვენ ურთიერთობაში და ახალი კარები შეიღება და ესე იგი გაძლიერდება, ძალა მიეცემა, დაეხმარებიან. კი, აი კალისო, ესე იგი ბედის ბორბალი, არის ძვრები, არის, კი, ნამდვილად არის ძვრები. გასაგებია,
და მე მინდა ეხლა მეორე ტარო ავიღო. მეორე ტარო. მოკლე გაშლა. ორივე ჩუმად ხართ, ანუ ეს მეორე ვარიანტად ჩავთვალოთ. ორივე ჩუმად ვართ, გადმოდგავს თუ არა ის პირველი ნაბიჯს. ჩაიფიქროთ. დავიწყოთ. რატო ხართ ჩუმად? ნუ აქ იყო შეხლა შემოხლა, გაურკვევლობა, ორაზროვნობა კი არა, 9-აზროვნობა, ვიღაცების ჩარევა, ენების შური, განხეთქილება, იმედების გაცრუება იყო, განმარტოვება და დაკარგვა ადამიანის მოხდა აქ ვიტყვი. კი, ძალიან სწრაფად მოხდა ეს, მაგრამ როგორც სწრაფად მოხდა, მეორე ხაზზე მიჩვენებენ, რომ იქნება შეხვედრა, იქნება მოლაპარაკება, იქნება აი ეს ტუზი პენტაკლი ნაბიჯების გადადგმა, შერიგება იქნება. კი, ორივე ჯიუტები ხართ, არ გამოვრიცხავ, ორივე კერკეტი კაკლები ხართ, თუ კირკიტი კაკლები როგორ არის. აბა კიდე ჩუმად ხართ და შეიძლება დაშორება, სიშორეა, შორი ქვეყანა, კი, არ გამოვრიცხავ, რომ სხვადასხვა შეიძლება ერთ ქვეყანაში ხართ, მაგრამ სხვადასხვა ქალაქებში არც ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ არის, იცით, მოგიწევთ ზოგს ძალაუნებურად გადაადგილება, აი ეს ახალი ნაბიჯების გადადგმა უჭირს, არც ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ყველაფერი არის თქვენ ხელში, ხალხო, აი თეთრი მაგი ამოვიდა, იმპერატრიცა, სიძლიერე გაქვთ, აი სოფლიო შეგიძლიათ რომ ესე იგი აი ამ სიჯიუტეს დაანებოთ თავი ორივე მხარემ. აქ არის ჩარევა, კიდე მეუბნებიან სხვა ვარიანტზე. კი, ნამდვილად, ესე იგი იყო დაშორება, ზოგ ვარიანტში მოვიდა და ისევ უცებ გაქრა. აბა კიდე ორივე ჩუმად ხართ და გადმოდგავს პირველი ნაბიჯებს აქ. დამთავრდება ეს აიწონა, დამთავრდება, მიხვდით? ვინც ესე იგი გაწმენდებს იკეთებთ ჩვენთან, ნამდვილად წახვალთ წინ, ნამდვილად და უფრო აზრობრივად, სწორად იქცევითო ტარო გეუბნებათ, იცით, რასაც აკეთებთ და იქნება სამიანი პენტაკლი, გზებს გაჩვენებენ, ესე იგი ახალი შესაძლებლობები, ახალი მიდგომები, ახალი ურთიერთობა, განახლებული ურთიერთობა, აქაც სიკვდილის კარტი დაჯდა, იგივე რაღაცის გარდასახვა, გარდაქმნა, ადამიანის გარდაქმნა, ანუ წმენდები მიდის წინ, კარგია და ახალი კარებების შემოღება. კი, იცით რა არის, აი აქაც ბედის ბორბალი ამოვიდა და დაბალანსება, ბალანსი, ანგელოზი უფლის დახმარება, ანგელოზები გიცავენ, დაცვა მოქმედებს, მეგობრებო და კი, გამოვა ურთიერთობაზე, ნამდვილად გამოვა, გააგრძელეთ. მთვარე გეუბნებათ, რომ ის რაც დამალული იყო, ხო? და რასაც ჩუმად აკეთებთ, ხო? ანუ მაგიას ხო სიჩუმე უყვარს, არ უნდა იყვირო, იცი, მე წმენდებს ვიკეთებ და ნინიასთან ტაროშვი ან ნებისმიერი, ხო? აი ეს საიდუმლოდ შეინახეთ და ისევ გააგრძელეთო მამაკაცის წმენდა, კი, აი და სიყვარული დაჯდა. რა თქმა უნდა, გამოვა აგე გენაცვალე ნათესაური კავშირიც, ეს თვითონ მეფე კვერთხები უკუღმა ამოვიდა, მაგრამ ესე იგი ტვინი რო ქონდა არეული ნათესაობიდან სისხლის ნათესაები ვისაც ჩაერია და ხელი შეგიშალათ იმაზეც კი აი ესეც კიდე ხუთიანი ათები აი აბრატკა წავიდა მათთან მეგობრებო აბრატკა გამოვა გადმოდგავს ნაბიჯს ჩანს რომ გადმოდგავს ნაბიჯს პირველი მაგრამ წმენდები დაამთავრეთ აუცილებლად იმიტომ რომ არეული აქვს ჯერ კიდევ გონება მიხვდით თქვენთან იყო ნინია რომელსაც ძალიან უყვარხართ და მომავალ შეხვედრამდე